აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელოს ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები მოინახულეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. აფხაზეთის მთავრობასთან ერთობლივად ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და აფხაზეთის მთავრობის პროგრამით ერთობლივად დაფინანსდა 27 ოჯახის წყალმომარაგება, შემოვიდა ცენტრალური წყალგაყვანილობა, მოხდა გამრიცხველიანება თითოეული ოჯახის და ერთობლივი პროექტი კმაყოფილები არიან. შემდგომში იგეგმება კორპუსის გადახურვა, ავარიულ მდგომარეობაშია სახურავი, რომელიც უკვე თითქმის პროექტირება თითქმის დასრულებულია და ახლო მომავალში გადახურვაც განხორციელდება. ძირითადად აქ ჩვენ პრობლემა ჰქონდა, წყლის პრობლემა და ეს მართლა შეგისრულეს რა, კანალიზაციის საკითხები იყო, ისიც გადმოგვირიცხეს ფული და ახლა გვერდებიან რა, სახურავები არის გასაკეთებელი და გვერდებიან ამასაც